5 მაისის ღამის 11 საათი იყო და სახლში ბრუნდებოდი ტრადიციულად ქეთევან ჯანადაშვილთან ერთად და სალომე სარიშვილთან ერთად და შევედით ლიფტში და რო ავედით ისე რომ კარის გაღებაც ვერ მოვასწარით და საერთოდ ვერაფერი ესე ძველი ლიფტი აქვს ჩემს სახლს და პატარა ღიობი აქვს ამ რკინის კარს, საიდანაც ჩასაფრებულმა ადამიანმა შემოგვასხა წიწაკის სპრეი და მერე როგორც გაირკვა ბრილიანტის მწვანე, ეგრეთ წოდებული ზილიონკა. ვერ სუნთქავ? ვერ სუნთქავ? არა, პროსტა ანუ დავხვდნენ ახლა ლიფტში, სანამ გამოვიდოდით, აი ეს ხდება რა. ეს არის ამბავი მოკლედ და მშრალად. და ისე ძალიან დიდი შოკი იყო. კარგახანს აზრზე ვერ მოვდი საერთოდ რა მოხდა, ვერ ხვდებოდით, ხო, ეს ძალიან ბუნებრივია ალბათ. სტრესის გარდა დამწრობა მივიღეთ პირველი ხარისხის და ალმის დამწრობა იმდენად სერიოზული იყო, რომ თვალის რქოვანა აქვს დაზიანებული. სიბნელეშია ეს დღეები, იმიტომ რომ სინათლესაც რეაგირებს მისი ეს დამწვარი თვალი. სალომეამ და სხვათა შორის რომ მეგონაო რომ გვწვავდნენო. ანუ ეს რაღაცა წიწაკის ეს რაღაც რო ვიგრძებ, მეგონაო რომ ცეცხლს გვიკიდებდნენო და ნუ ამით ყველაფერი ნათქვამია რა გადავიტანეთ ასე ვთქვათ, ხო? თუმცა ეს რაღაცნაირი დასასრული იყო მანამდე დაწყებული ჩვენი დევნის. მე და ქეთის ერთი თვის განმავლობაში გვითვალთვალებდნენ, დაყვებოდნენ, ქეთის სახლთან იყვნენ მისულები, მანქანა დაუზიანეს, შემდეგ იგივე მანქანა ჩემს სახლთან დაგვხვდა. 5 მაისის თავდასხმამდე 2 დღით ადრე სადარბაზოს ჩემს სადარბაზოსთან მაშინაც მე ქეთი და სალომე ვიყავით, დაგვხვდა ნიღბიანი ძალიან ახალგაზრდა კაცს ვერ უწოდებ ბიჭი, რომელიც ამოყვა სადარბაზოში და ჩვენ მივხვდით რაშიც იყო საქმე და მე როცა ამოყვა და ისე უკანვე ჩაბრუნდა, ესე უცნაურად გავყევით კიდეც, რომ გვეკითხა როგორც მინიმუმ, რომ რატომ დაგხვდებს და რა ინტერესებს და გაგვეცა პასუხი. არაფერი ცხადია გაიქცა. ეს არის რაღაც ერთი კატეგორია, უბრალოდ რაღაც ვიღაცას ფორმა აცვია, ვიღაცა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თორე. ჰაბიტუსი ყველას ერთნაირი აქვს, მართლა ეს გადატანითი მნიშვნელობით არა. ეს არის რაღაც დიდი ამ რაღაც მახინჯის სისტემის რაღაცა პატარა ნაწილაკები არიან. ჩვენ რომ ლიფტიდან გვძლებოდა რომ გამოსულიყავით, ის ბიჭი ძალიან ცუდ დღეს ჩავარდებოდა. უბრალოდ არაფრით არ გქონდა მაგის საშუალება ვერ მოვახერხეთ ეს რა. ის ბიჭი რომ შემხვდეს, ამბრას ვერ შევიკავებ ახლა რაც მაქვს რა და ესე ქრისტესავით ვერ დაველაპარაკები და ვერ დავმოუძღვრავ ნამდვილად, ხო. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრაზი მაქვს შინაგანად. ლიფტი როგორც კი გაჩერდა, მომენტალურად მე ესე წარმომიდგენია, რომ ხელი მომზადებული ქონდა და პირდაპირ ესე შემოყო ხელი ამ წიწაკის სპრეით და ნუ უკვე მე მხედველობა შეუძლებელი იყო, ხო ძალიან ვიწრო ეს ლიფტის კაბინა, 3 ადამიანი ვიყავით თან შიგნით და ცხადია მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანი იყო და ისიც იქიდან გავიგე, რომ შეგვაგინა თან მე ეს ამ შესხმის დროს და ნუ ხმაზე მივხვდით რომ ბიჭია, ნუ სხვისი ხმა არ გაგვიგია. როგორც ნაცებს ისე გვაგინებდა. ხო, თქვენი ნაცი დედა ისე მითხრა. პირდაპირ ციტატა ასეთი. ცივი ჩაის ბოთლში ქონდა ჩასხმული ეს ზილიონკა და ნუ გაუვარდა რა ეთყობა ამ სისწრაფეში და შემდეგ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამე და მთელი დილა შუა დღემდე
იცავდნენ ამ ბოთლს. სანდოობა ეხა მათ მიმართ გასაგები არავის გვაქვს, მე არც გამომიძახებია პოლიცია, მაგრამ გამოვიძახე სასწრაფო, იმიტომ რომ რა მდგომარეობაშიც ვიყავით იმის გამო და რადგან გკითხეს რა მოხდა და ვუთხარით რომ ესე თავს დაგვესხნენ, ამიტომ მათ მოვალეობაშია რომ პატრულიც მოსულიყო და ამიტომ მოვიდა პატრული. რომელმაც ალბათ შემდეგ გამოიძახა ეს კრიმინალური პოლიცია. ხო, ძალიან სასაცილო იყო ეს, უბრალოდ ახლა ეს ფაქტი, რომ აი ეს თან ძალიან პატარები, ხო, რამდენიმე დღის წინ მარშზე გამოჩნდნენ მართლა მე მგონი არასრულწლოვანი ადამიანები პატრულის ფორმაში და აი იმავე ასაკის ახლა უკვე კრიმინალური პოლიციის ფორმით იყვნენ ჩემთან ძალიან პატარები და ისე რომ აი იცით როგორი შინაგანად ჯერ ის რო არა აქვთ თავის თავში გადალახული რომ ვიღაცა უფროსთან ანგარიშვალდებულია, იმიტომ რომ დილის 5 საათამდე სადღაც იდგნენ იქ და კარზე მომიკაკუნეს მე რომ ჩვენი უფროსიო არ მოსულაო და ჩვენ ქვევით ჩავალთ და იქ დაველოდებითო და აი მე ინსტინქტურად ვთქვი რომ კარგი შვილო როგორ ჩვენ გინდა თქო ხო აი მართლა ეს არ იყო ნიშნის მოგება ან რაღაცა აი სხვანაირად ვერ მივმართე მანამდე ბევრნი იყვნენ უფროსებიც უმცროსებიც და ბოლოს ხა სულ ეს პაწაწინები გაიმეტეს ღამის თქვენ პატარები ხართ გაუძლებთო ეთყობა და სანამ უფროსს ეძინა და ესენი ელოდებოდნენ მე გავათავისუფლე ბავშვები. დედაჩემს უნდოდა რომ შეეთავაზებინა რაღაცა საჭმელი სასმელი რაღაცა ძალიან ღელავდა რომ ბავშვები გარეთ განან, მაგრამ ჩვენ აღკვეთეთ. ეხლა მეცინება რომ მალევე მასმენელად მე ვიდეო დავდე, სადაც ალომე ჩანს სრულიად მწვანე. გაჩნდა ეს შედა ნავალნის და ჟურნალისტი ქალის ანალოგია ხო რომ ზუსტად ანალოგიურად როგორ ესხმოდნენ თავს რუსები რუსეთში აი ამ ზილიონკის შესხმით აქტივისტებს ხო პოლიტიკოსებს და ჩემი პირველი კითხვა იყო რომ ეს ჟურნალისტი ქალი ხო ცოცხალია თქო იმიტომ რომ ნავალნი ვიცით ხო ნავალნის ისტორია და ამბავი რადგან მათ მართავს შიში, უზენაესი არის მათთვის შიში, იგივე მეთოდით გონიათ, რომ შენს ჩაგითრევენ, თავის შიშებში მოგაქცევენ და არ გამოუვათ ეს. აი, რა ვიცი, ყველაფერი გადავიარეთ, გადავიტანეთ ჩვენ ახლა, ხო, მე და ჩემმა მეგობრებმა ხო დაჭერები, ჯარიმები, რა ვიცი, ემა ყველაფერი. ყველა ჯერზე როდესაც ისინი დაგხვდნენ, არასდროს არ შეგვეშინა. სულ ვცდილობდი რომ დავლაპარაკებოდით, რომ აბა რა ხდება, გავარკვიოთ რა ხდება. აი რა გინდათ, მოდი ვილაპარაკოთ, ხო? ეხა ისე არ მიგვიმართავს რომ აბა მოდი ვისაუბროთ ბიჭებო. მაგრამ ხო, აი ეს მზაობა რომ ხო, დამხვდი გასაგებია. მაშინ ეხა თან მითხარი, აბა რა გინდა? და მგონია რომ თან სიბრაზეც არის რა, აი ამის გამო მგონია რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, რომ აი ამ რაღაცა ჩასაფრებებით ჩვენი პანიკა ვერ გამოიწვია, რომ ეს ხო ძალიან სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომ ეხა ქალს თუ დახვდები, ის ჩავარდება პანიკაში და მორჩა. არაფერი არ არის, რომელიც რაღაცა შემალამაზებინებს ან რაღაც უფრო შემარბილებინებს ჩემ პოზიციას აი ამ სიმახინჯის მიმართ და არ არსებობს სივრცე, სადაც არ ვიტყვი, რომ ეს არის სიმახინჯე და ამას არ შევეგუებით რა. მე შინაგანად ვგრძნობ მორალურ უპირატესობას, იმხელა მორალურ უპირატესობას, რომ აი ეს ძალა და ეს უპირატესობა როგორ უნდა დამარცხდეს ვერ ხვდები. აი იმიტომ რომ აი ყველა ეს აი ასეთი ჩემი დაჭერის შემდეგაც აი ამ ფაქტის შემდეგაც ხო ვერასდროს ჩემ თავს ვერ ვუწოდებ და ვერ აღვიქვამ სახელდებაზე არ არის მხოლოდ ვერ აღვიქვამ შინაგანად და ვერ ვიაზრებ რომ ვარ მსხვერპლი აი ვერ როგორც მსხვერპლად ჩემ თავს ვერ ვაიდენტიფიცირებ ხო იმიტომ რომ ძალიან დიდ მორალურ უპირატესობას
გრძნობ ადამიანის მიმართ, რომელსაც შეუძლია რომ სამ ქალს დახურულ სივრცეში, აი ესე ხელის შემოყოფით რაღაც წიწაკის სპრეი შეასხას და საღებავი შეასხას სახეზე და აი ამით ვინ არის მოგებული? აი ამ ამბავში მოგებული როგორ შეიძლება იყოს ის ადამიანი? წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები სადმე გამარჯვებულები იყვნენ, ხო? აი რაღაც სამყაროს კანონზომიერებითაც და აი ნებისმიერ ასპექტში ჩემთვის ეს ხალხი არის დამარცხებული რა. ადამიანში დამარცხებული ადამიანები არიან. თავიდან აი პირველი 2 დღე განუწყვეტლივ ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი იმ სცენებს, აი როგორ დავიჭირე მაგალითად, როგორ შევძელი რომ აი იმ წუთას დავიჭირე და როგორ გავუსწორდი მაგალითად, ან როგორ დავსჭიდი ან ასე შემდეგ ამ ადამიანს და აი ახლა ცოტა რომ დამშვიდდა ხო ეს ემოციები, რაღაცები დაალაგდა. ჩემი მთავარი ამოცანა არა იმიტომ რომ ეს ჩემი ჰუმანიზმი არ მაძლევს რაღაცის წარმოდგენის ან გაკეთების უფლებას. უბრალოდ მგონია რომ აი ეს ვიღაცა ძალიან პატარა საწყალი შეშინებული შიშარა ლაჩარი ბიჭი ერთ კონკრეტული ხა იმის ნახვა და მოძებნა ან იმის მხოლოდ იმის დასჯა ვის არაფერს არ მისცემს. ის დასჯილია ისედაც უკვე თავისთავად დასაჯალოდ. ჩემი მთავარი ამოცანა არის და მიზანი არის, რაც აქამდე იყო, რომ სისტემა უნდა დავსაჯო, სისტემა უნდა გავაქრო, სისტემას უნდა მოვთხოვო პასუხი იმ ყველაფერზე. მათ შორის იმაზეც, რომ აი ეს არასრულწლოვანებიც კი ჩართო აი ამ ძალიან დიდ სიბინძურეში.